მოგესალმებით ჩემო გამომწერებო და არა მარტო გამომწერებო და ვინც არ ხართ გამოწერილი თხოვნა რომ გამოიწეროთ ჩემი გვერდი და მოკლედ რატო წერე ხლა ამ ვიდეოს რა მაქვს ესეთი შემოთავაზება ჩამოგდის ხოლმე ევროპიდან და ამერიკიდან დისკები CD-ები თამაშების და მუსიკალური ხო და მაქვს ესეთი ონლაინ მაღაზია ალბომანია ქვია ინსტაგრამზე ალბომანია ქვია 2026 ხო და თუ იმე შეძინათ ამის გინდათ გადადით და გამოიწერეთ მაგრამ ვისაც შეძენის საშუალება არ გაქვთ უბრალოდ არ გინდათ რომ ფული დახარჯოთ რაღაცა მაქვს ესეთი შემოთავაზება აი ამ დისკებზე ეს ახლა თამაშების დისკებია Xbox One-ზე და Xbox Series X-ზე ნუ სერია S-ზეც რა თქმა უნდა მიდის არის სრულიად ახალი არაფერი ერთი ნაკაცრი არა დისკს ძალიან მაგარი თამაშია 2020 წლის თამაში არის ვისაც გევასებათ ეს ხერხები და გაწრომიალობები და რაღაც ექსტრემალური რაღაცები, აი მაგათვის არის ეს რა მე YouTube-ში ისკენთ რა დასერჩეთ და ნახეთ. ამერიკული ფეხბურთი 2021 წლის Xbox Series X-ზე და One-ზე მიდის ჩვეულებრივად. ვაფშე არაფერი არ ის საერთოდ. Titanfall არაფერი არ ის უნდა გაწრო ახალი. Xbox One-ზე Rammsteinis ერთი ალბომი, სულ ახალი. Metallica-ის ერთი ალბომი კიდე, ბოლო ალბომი, სულ ახალი. Bring Me to the Horizon, სულ ახალი. Popular Monster, ეს Popular Monster არის ალბომის სახელი. აი ვისაც გევასებათ ეს ტიპი. აი მაგათვის მაგეს რა. ეს მაგარი ალბომია სოთაშოთი. Linkin Park-ი, ბოლო ალბომი, Limited Edition. სუახლები. კიდე რაღაცები ბევრი გვაქვს, ბევრი. Slipknot-ი, Lowa 2001 წლის ალბომი, ახალი ცელოფანში. Rammsteinis Mutter, საუკეთესო Rammsteinis ალბომი, სულ ახალი ცელოფანში. Rammsteinis 2019 წლის კიდე ერთი ალბომი მაქვს, სულ ახალი ცელოფანში. და Rammsteinis კრებული 1994-დან 2012-მდე სინგლები, რომელიც არ არის შესული ალბომებში, სულ ახალი. კიდე Rammsteinis Zeit ალბომი, 2022 წლის ბოლო ალბომი, რიგით მერვე, სულ ახალი, 1, 2. Rammsteinis მეორადი ალბომები, მაგრამ მაგარ მდგომარეობაში, Rise, Rosenrod. კიდე